მეგობრებო, ახლა უნდა გაიგეთ ეს თემატიკა მომინდა უცებ და დამიწერეთ ხოლმე კომენტარებში რა თემატიკა გინდათ საერთო გაშლათ რო იხილოთ ჩემ გვერდზე და ვითვალისწინებ ხოლმე თქვენი ცით თქვენ სურვილებს ის რაც გამოდგება საერთო თემატიკად ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე, ამიტომ დამიწერეთ რისი გაშლების ნახვა გინდათ ხოლმე მოკლედ. და ლაიკები არ დაგეზაროთ ხოლმე, სანამ დავიწყებ ახლა მოყოლას, რაზეა ეს თემატიკა. თემატიკა იქნება თქვენ პარტნიორზე, გიმალავთ თუ არა რამეს. რამდენად გულწრფელია თქვენთან და რას გიმალავთ თუ გიმალავთ, მაქსიმალურად ვეცდები რომ მოვასწრო ამ ძალიან პატარა სულ რაღაც 10 წუთიან ვიდეოში, რომელიც ძალიან მიჭირს ხოლმე მე რომ ჩავეტიო დროში. მოკლედ, რა ხდება ახლა თქვენ ურთიერთობაში, რომ მიხვდეთ რამდენად ეს საერთო გაშლა იქნება თქვენი, რა ენერგიებია, რას ამბავია თქვენ თავს, რომ მიხვდეთ თქვენი ეს გაშლა თუ არა. შეყვარებულია ქალბატონი, გაშლა არის ორივე სქესისთვის ჩემი გაშლები. შეიძლება წყლის სტიქიას წარმოადგენთ, არ არის გამორიცხული, ეს არის თევზები, კიბორჩხალა, მორიელის ნიშანი, ან შეიძლება ასცინეთ წყლის ნიშანში ბრძანდებით, არ არის აუცილებელი მაინდა-მაინც ჰოროსკოპით. ძალიან გრძნობი არის ემპათიური, ძალიან სიყვარულს მინდობილი სიტუაცია და ენერგეტიკა გაქვთ, ძალიან აღმაფრენა, აი რაღაცნაირად შორ დისტანციებზეც კი გრძნობთ ერთმანეთის შესაძლებელია ხასიათს, მდგომარეობას. სიყვარული და ამბები აქვს ყველა ვარიანტში და კარგი ამბავია და მეტკაც აღარ ამოვიღებ იდენტიფიკაციაზე. აქ არის სიყვარული, აქ არის სავსე უხვი გრძნობები, რომელზეც ესე იგი საუბარიც კი ზედმეტია, თასი არიტევს გრძნობას, ემოციას, აქ წყალია. კონკრეტულად ამ ტაროზე ფანტანი არ არის, მაგრამ როგორც წესი ეს არის კლასიკურ ტაროზე ფანტანი, გადმოდის ემოციები და ზღვა, აქ ყველა შემთხვევაში გაყვავილებულია თქვენი გრძნობა, სამდე ადის თქვენი ემოციური ფონი. ძალიან დიდი სიყვარული და ამბავია. კარგი, თუ ხვდებით რომ თქვენზე უნდა იყოს ეს გაშლა, უყურეთ რასაკვირველია ბოლომდე და ლაიკები არ დაგეზაროთ არც ერთ ვიდეოზე ენერგოცრისთვის არის აუცილებელი. მოკლედ, გიმალავთ თუ არა თქვენი პარტნიორი რამეს, რაც შეიძლება თქვენ გაინტერესებთ. გავარკვიოთ. გიმალავთ თუ არა საერთოდ რამეს. 4,000 რაღაცა მოწყენილობაშია იმპერატრიცასთან დაკავშირებით. იმპერატრიცა თუ თქვენ ბრძანდებით და მისი მეუღლე აქ, ადამიანი როგორი შეყვარებულია, ეს სიყვარული არის ორი მხრივი, ესე იგი. ადამიანი ახლა გიმალავთ და ვინაიდან თქვენზე არის საუბარი, აქ ყველა ვარიანტში იმპერატრიცად ამოდიხართ მისთვის, ეს არის მთავარი ერთადერთი ქალი, ყველაზე მნიშვნელოვანი. დედის შემდეგ რასაკვირველია, დედა არ ითვლება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ურთიერთობაზე გვაქვს საუბარი, შეიძლება ბავშვშელოდებით და კონკრეტულად ამას აჩვენებს, რომ თქვენ ფეხმძიმობაზე ძალიან განიცდის და ნერვიულობს და ჩაფიქრებული არ ვიცი ღმერთმა, ვინც ბავშვის მოლოდინში ხართ და ფეხმძიმეობაში ხართ, საერთოდ გირჩევდით რომ მაინდა-მაინც საერთო გაშლებზე მით უმეტეს ნერვებს ნუაიშლით ხოლმე უყურეთ ისე დადებითად ენერგიის და ხასიათის ასამაღლებლად და არა რაღაცა დასასტრესად და ნერვების მოსაშლელად, მით უმეტეს ფეხმძიმე მდგომარეობაში მყოფებს ეხება ეს ყველაფერი. მიიღეთ ძალიან ისე ლაითად, რაღაცა მინიშნებები შეიძლება მიიღოთ, მაგრამ ნერვებს ნუაიშლით. ამაზე საერთო გაშლებში მით უმეტეს ხას უსვამ ფეხმძიმე ადამიანების და ქალბატონების გასაგონად განსაკუთრებით. ნერვიულობს რაღაცნაირად, არ ვიცი, შეიძლება პირველ შვილსელოდებით და ამ ყველაფერს ნერვიულობს, როგორი იქნება მშობიარობა, როგორი იქნება ბავშვი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ყველა ვარიანტში იმპერატრიცად ამოდიხართ მისთვის, თუ ფეხმძიმედ არ ბრძანდებით და ჯერ დაოჯახებული არ ბრძანდებით ამ ადამიანთან, გეტყვით იმას, რომ ძალიან უყვარხართ 200-ით ამ ადამიანმა. იცის მისი გრძნობები დარწმუნებული 100-დან 100, რომ ორმხრივია ეს ყველაფერი და თქვენც იგივენაირად, თვალებში შესციცინებთ ერთმანეთს, აქ რა უნდა ვთქვა მეტი. თქვენ თვითონ შეგიძლიათ ნახოთ, ძალიან დიდი სიყვარულია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქალს ამ ადამიანისთვის, ამ ურთიერთობაში გაშლა ორივე სქესისთვის არის, მამაკაცებმა მოარგეთ გაშლა თქვენ თავს და თქვენ სიტუაციას.
ძალიან უყვარხართ, ძალიან დიდი ემოციები აქვს თქვენთან მიმართებაში, ფიქრობს და განიცდის მხოლოდ იმას, როგორ შეიძლება მოხდეს ის სიტუაცია, თუ ჯერ არ ელოდებით ბავშვს და არ გადასულა თქვენი ურთიერთობა იმ ეტაპზე, რომ დაოჯახების და ერთ ოჯახად ცხოვრების ელემენტი უკვე შექმნილი იყოს, მაშინ როგორ მოხდება ეს, რომ ეს მოხდება, რამდენი რამე უნდა თავის თავზე აიღოს ამ ადამიანმა და ცოტა ამ ყველაფერსაც ნერვიულობს და განიცდის, ამ ყველაფერზე ხშირად ფიქრობს, ამ ყველაფერზე ხმამაღლა არ საუბრობს თქვენთან განსაკუთრებით, იმიტომ რომ რაღაცნაირად თავი ისე არ მოგაჩვენოთ, რომ აი უსუსურ მამაკაცად, რომ აი არ შეუძლია, როგორ არ შეუძლია ჩემ მამაკაცს, რომ მე მომხედოს, ოჯახს მიხედოს, რაღაცნაირად ჩადოს ენერგიები ამ ყველაფერში, აი რაღაცა თავისი ტარაკნები დაურბის თავში ამ მხრივ და ამ ყველაფერზე ძალიან განიცდის, რაზეც თქვენთან ხმამაღლა არ ლაპარაკობს. ღმერთო, თუ არ ვიცი, რაღაცა ძალიან ფანტასტიკურ ხასიათზე ვარ, რა მიხარია, ღმერთმა არ იცის, მაგრამ რაღაცა ძალიან ემოციურად დადებით ენერგეტიკაზე ვარ და ყველა ის გაშლა, რომელიც დღეს გავაკეთე, ასე გავაკეთე, ეთყობა თქვენ მაყურებლებისგანაც ესეთი ენერგია მოდის და ალბათ სამყაროშიც დღეს ესეთი ენერგეტიკაა, რომ დადებითი, რომ აი რაღაცნაირად დადებითი ინფორმაციები მოდის, სიყვარული მოდის, სულ რაღაცა ჰარმონია და სიხარული მოდის და აგერ 6 ანჟეზლიც მიჩვენებს კალოდის ცირში, რომ ადამიანი რაღაცნაირად თავის გზაზე გამარჯვებულია და აი ნახეთ სახეზეც კი აწერია ეს გამარჯვება, რომ აი ეს სიყვარულის რაღაცა ეკლიანი თუ პრობლემიანი გზები და აი ეს მდგომარეობა ვიდრე იქამდე მიხვიდოდით, რასაც დღეს წარმოადგენთ, ერთგვარად გამარჯვებულად თვლის ეს ადამიანი თავის თავს ამ სიტუაციაში და ეს ყველაფერი ახარებს, მაგრამ ამ ყველაფერზე ხმამაღლა ესე არ იძახის, რომ მე ძალიან ბევრი ვეცადე და შენი გული მოვიგეო, როგორც იქნა და გავიმარჯვეო, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ჩაფიქრებულია თქვენი სიტუაციით. ან ვინც ჯერ ბავშვს არ ელოდებით, ბავშვის მოლოდინის ერთგვარი შინაგანი წინა მდგომარეობა აქვს, რომ აი როდის მოხდება ის, რომ გაიგებს, რომ ბავშვს ელოდებით, როდის, ვინც დაქორწინებული არ ხართ, ის სიტუაციაა, რომ როდის იქნება ის სიტუაცია, რომ აი დაოჯახდებით, ერთ ოჯახად იქნებით, რაღაცნაირად ერთი სითბო და ერთი სადილი და ერთი ჰარმონია გექნებათ ოჯახური და აი ამ ყველაფერზე ძალიან ხშირად ფიქრობს. სხვა რამეს გიმალავთ თუ არა, კიდევ გავიგოთ. 6-იან თასიო. თქვენთან გატარებულ პერიოდებზე აქ საუბარი, რაღაცა ციხეში მომწყდებულ პერიოდში წარსულზეა ეს ყველა ვარიანტში სიტუაცია, 4-იან ხმლით რაღაცნაირად შეიძლება დეპრესიული მდგომარეობა იყოს, შეიძლება პაუზა იყოს თქვენ ურთიერთობაში, კუთხეში მიმწყდეულივით იყოს, შეიძლება გასაქანს არ აძლევდა ტერიტორიული რაღაცნაირი განცალკევება თქვენ მდგომარეობაში ესე მომდის ინფორმაცია, რომ აი რაღაცა შორს იყო, ან შეიძლება მართლაც რაღაცა ციხის მდგომარეობა იყო, არ არის გამორიცხული მცირე ნაწილისთვის, მაგრამ ესეც იქნება, რომ შეიძლება საკანში იყო, ან რაღაცა გამომწყდეული ისეთ მდგომარეობაში იყო, ასკეზაში იყო, მარტოობაში იყო და ერთგვარად ეს იყო ყველაზე ბნელი ღამე მის ცხოვრებაში, რასაც ვერასდროს ვერ ივიწყებს, რაღაცა ужаси кошмаривით მუდამ თანსდევს მოგონებებში და ამ ყველაფერზე მაქსიმალურად ცდილობს, რომ ენერგია დააბალანსოს ემოციური და ამ ყველაფერზე არ იფიქროს ხოლმე, არ გამოჩნდეს მის ენერგიაში, რომ აი ამ ყველაფერს ისე ვიხსენებს და რაღაცნაირად ვერ ივიწყებს, შეიძლება სიზმრებშიც კი ნახულობს ხოლმე აი კოშმარულ პერიოდებს და ერთგვარად სიმძიმე ჯერ მონელებული, ასე ვთქვათ, იმ წარსულის არ აქვს. ეს არის ყველა ვარიანტში წარსული პერიოდები, რომელშიც რაღაცნაირად დათრგუნულ მდგომარეობაში იყო ადამიანი, მაგრამ ამ ყველაფერს მოგონებით იხსენებს, აი იმ რაღაცეებმა რამდენი რამ ასწავლა და გაზარდა მას როგორც პიროვნება, როგორც მამაკაცი, როგორც ქალბატონი, შეიძლება მარტოობაში, ემიგრაციაში იყო და ეს იყო ერთგვარი მისი ტრამვა და ტრაგედია, მარტოობაში რომ ვერც ახერხებდა
იმ თავის ემოციის და თავისი პირადის ახლოს გაზიარებას ახლობლებისთვის. ყველა ვარიანტში ეს არის წარსული და წარსულს ჩაბარდა და ამაზე არ უნდა რომ თქვენ იფიქროთ და ინერვიულოთ რომ მას ის დღემდე მოსდევს. რჩევა თქვენთვის რვიან ჟეზლით ეს ადამიანი კონტაქტზე სწრაფად გამოვა, იქნება მიწერ-მოწერები, ხშირი ურთიერთობები, სიყვარულის მტკიცებები, ვარსკვლავი ხართ მისთვის, ნამდვილი ბრჭყვიალა ვარსკვლავი, ნამდვილად მომხიბვლელი, ნამდვილად დიდი ჩაფიქრებული ოცნება, ასე რომ მიიღეთ ეს მამაკაცი, ეს სიყვარული ანთებულია